ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დღეს ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში ჩავიდა. მან გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების ნიშნად ჩირაღდანი და ერთ-ერთ ოჯახში გაზქურა აანთო. სოფელი თამარაშენი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ამიერიდან აქ 206 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარით დაფინანსდა. Ახლობით 220 ოჯახი სარგებლობს ბუნებრივი აირით, მე მინდა ასევე უთხრა მოსახლეობას, რომ დაახლოებით 77 სოფელი იქნა გაზიფიცირებული საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლებია ეს და გუშინ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის დავალებით, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა ოჯახებში ამ ადამიანებისთვის ამ სოფლებში იქნება უფასო. ყველა გამყოფ ხაზის გასულ სოფლებში, ვისაც მიეწოდება გაზი, სახლამდე სახლში შეუვათ ეს ბუნებრივი, მათ არაფერს გადახდა არ მოხდებათ, თანხის გარდა მოხმარებული გაზისა ბუნებრივია. ულოცავ კიდევ ერთხელ ამ სოფლებს და მოსახლეობას საქართველოს დამდეგ ახალ წელს და დაწურებული 2015 წელს უფრო მეტი პროექტები გახოცება მიმართულებით. გაჭირვებით ყიდულობდით შეშასა, არ გქონდა საშუალება, მაგრამ რაღაცას ნახულობდით, მაინც ავახერხებდით. ახლა ძალიან მადლობელი ვართ ამ მთავრობისი, კმაყოფილი ვართ, რომ ნამდვილად სინამდვილეში დაგვეხმარენ.